თქვენს შვილს სკოლაში ფორმის ჩაცმას აიძულებენ და თან ქულს გთხოვენ. შეჩერდით. ნუ იჩქარებს საფულის ამოღებას. 2026 წლის სექტემბრიდან კანონი მთლიანად თქვენს მხარესაა და დიდი შანსია ერთი თეთრიც არ გადაიხადოთ. დღევანდელ განხილვაში ზუსტად იმ ახალ მუხლებს გაჩვენებთ, რომელიც სასკოლო ხარჯების ამ შფოთვას სამუდამოდ დაგავიწყებთ. მოკლედ, დავიწყოთ. მაშასე 2026 წელი. მონიშნეთ ეს თარიღი, კერძოდ 1 სექტემბერი, რადგან სწორედ ამ დღიდან იწყება განათლების სისტემაში უდიდესი რევოლუცია. და აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, ეს რაღაც რიგითი სკოლის შიდა წესდება ან უბრალო რეკომენდაცია კი არ არის. არა, ეს პირდაპირ წერია მთავარ იურიდიულ დოკუმენტში. ეს არის ზოგადი განათლების შესახებ კანონი. დიახ, ზუსტად ასე ჰქვია. და სწორედ ის არეგულირებს ახლა იმას, თუ როგორ უნდა ეცვათ ჩვენს შვილებს სკოლაში. ვიცი ახლა რასაც ფიქრობთ, როცა გვესმის სიტყვა სავალდებულო, ეგრევე თავში გვიტრიალებს დამატებითი ხარჯები, ხომ ასეა? თავარი კითხვაც ეგ არის, ვინ იხდის ფულს ამ ახალ სასკოლო ფორმებში, ისევ მშობლის ჯიბიდან მიდის თანხა. მოდით პირდაპირ იურიდიული კოდექსით დავამსხვრიოთ ეს მითები. ასე რომ, დამშვიდით, პასუხი ბევრად უფრო სასიამოვნოა ვიდრე გონიათ. მოდით დეტალებს ჩავუღრმავდეთ. აი რას ამბობს მუხლი 19 პრიმა პირდაპირ. საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმა ხდება სავალდებულო. ეს უკვე მკაცრი იურიდიული მოთხოვნაა. ანუ, სკოლებს უკვე აღარ აქვთ იმის ფუფუნება, რომ უბრალოდ ნებაყოფლობითი არჩევანი შემოგთავაზონ. მაგრამ, ყურადღება მიაქციეთ ტექსტს. აქ ერთი ძალიან კონკრეტული ჯგუფია ნახსენები. და ეს ჯგუფი არის დაწყებითი საფეხური. მოდით, ზუსტად განმარტოთ, ვის ეხება ეს ყველაფერი. ზოგადი განათლების სისტემაში ეს არის 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით პერიოდი. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი შვილი 2026 წლის სექტემბერში იქნება 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით, მისთვის ფორმა სავალდებულოა. მაღალ კლასებში უკვე სკოლის გადასაწყვეტია, დააწესებს თუ არა, მაგრამ სავალდებულობა მხოლოდ დაწყებით საფეხურს ეხება. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე მწვავე საკითხზე. რა ვქნათ, თუ ოჯახს უბრალოდ არ აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა? ბავშვები ისე სწრაფად იზრდებიან, წელიწადში 2 ჯერ მაინც გიწევს ტანსაცმელს გამოცვლა. და რა ქნას მშობელმა? აი, ზუსტად აქ ერთვება კანონის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მაგრად დაგიცავთ. შეხედეთ მე-14 მუხლის მე-7 ნაწილს, ეს უბრალოდ ბრწყინვალეო. კანონი პირდაპირ ამბობს, სასკოლო ფორმის დაწესებისას სკოლა ვალდებულებია გაითვალისწინოს მშობლის ფინანსური მდგომარეობა და თუ მოსწავლეს არ შეუძლია ფორმის შეძენა, იცით რა ხდება? მას ეს ტანსაცმელი სკოლამ უნდა გადასცეს. დიახ, ზუსტად ასეა, თუ ფინანსური საშუალება არ გაქვთ, მთელი ეს ვალდებულება ავტომატურად გადადის სკოლაზე. ალბათ გაინტერესებთ, საიდან მოაქვს სკოლას ამის ფული? ამას არეგულირებს 25 მუხლი. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სპეციალურ მიზნობრივ პროგრამას. ამ პროგრამით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ფორმებით უსასყიდლოდ იქნებიან უზრუნველყოფილი. განათლების სამინისტრო თავად დაამტკიცებს დიზაინს, ფასს და გადაცემის წესს. ანუ სახელმწიფოს უკვე აქვს გამსადებული გეგმა, რომ თქვენ ზედმეტი ტვირთი არ დაგაწვეთ. ახლა კი მოემზადეთ, რადგან ნამდვილი პლოტ ტვისტი გველოდება. გავიგეთ, რომ ფორმა სავალდებულოა, ისიც გავიგეთ, რომ შეიძლება უფასოდ მივიღოთ, მაგრამ